მოგესალმებით ჩემო დრიფტიგანო მეგობრებო, დიდი მადლობა ვინც უკვე დალაიქეთ ვიდეო, ვინც გამოიწერეთ არხი. ჩვენ კი ეხა ჩაუჯდეთ და ჩაუჯდეთ რას? მეთანოლის სისტემას. მოკლედ, მეთანოლის სისტემა ჩამოვიტანე. ეს არის Snow Performance ესეთი სისტემა არსებობს, რომელსაც boost cooler და bla 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 ასე შემდეგ და მუშაობს სრულ მეთანოლზეც, ანუ შეგვიძლია 100%-იანი 100 გრადუსიანი მეთანოლი ჩაასხა, ან გაურიო მაგალითად 50-50%-ზე წყალთან მეთანოლი და ვინც არ იცით მეთანოლის კიტი რას შვება, აქვე აგიხსნით. მეთანოლის კიტი შიდაწვის ძრავის სისტემებში აკეთებს იმას, რომ გააგრილოს მთლიანად სისტემა და პლუს ამასთან ერთად ოქტანი აუწიოს წვის ხარისხს. ანუ მაგალითად თუ ჩვენ გვაქვს ბენზინი 98-იანი ან 95-იანი, ზუსტად არ მახსოვს თუ არ ვწდები 24 ოქტანით უწევს 50-50%-იანი მეთანოლი და წყალი ერთმანეთს რო გავურევთ. ეს ინფორმაცია მაინც გადავამოწმეთ, ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ მოდი საქმეზე გადავიდეთ და ეხა ჩემი გეგმა რა არის? ჩემი გეგმა არის ის, რომ ინსტრუქცია წავიკითხე მეთანოლის სისტემის დაყენების და ჩვენ ვაპირებთ დაახლოებით ალბათ აი აქ ან სადმე ახლო-მახლო რეკომენდაცია არის 2 ინჩში რო დააყენო მეთანოლის სისტემა, რომელიც არის 60 სანტიმეტრი რა, ანუ ალბათ აქამდე? მაგრამ ჩვენ დავაყენებთ 25 სანტიმეტრში. რეზერვუარს ვფიქრობ, რომ აი აქ დავაყენო, სადმე აქ გვაქვს царელი სივრცე, გამოვა მერე მთლიანად სისტემა წინ, რელეს და პატარა ელექტროობის ნაწილებს დიდი მნიშვნელობა არც აქვს, სად დავაყენებთ, თავარი არის რომ კომფორტული იყოს და სერვისისთვის მარტივად მისადგომი იყოს. კარგი, მოდი კი ეხა განახებთ რა მოყვება მეთანოლის სისტემას. თავიდან მეგონა მე რომ საკმაოდ რთული იქნებოდა ეს მეთანოლის სისტემა, მაგრამ ძალიან მარტივია და მანუალის წაკითხვის შემდეგ ზუსტად მიხვდებით რა არის. მოკლედ, როგორც მოხდით, ეს არის რეზერვუარი. ეს არის ნასოსი, ეს არის ნასოსის პაპლაოქს რასაც ეძახიან, ანუ ბენზინ ნამაჩვენებელი თუ რამდენია დარჩენილი, ანუ თუ მაგალითად აი ესე აწეული ყველაფერი რიგზეა, მაგრამ აი ეს რო ჩამოვა უკვე, ეს ამას მიაქვს სიგნალი ერთ-ერთ LED ნატურაზე, აი ამ LED ნატურაზე და ეს LED ნატურა ჩვენ გვატყობინებს, რომ მეთანოლი თავდება და დასამეტებელია. ანუ თვითონ რეზერვუარს თქვენთან გადაწყვიტავთ, სად დააყენებთ, ისე რეკომენდაცია არის, რომ აი ამ რეზერვუარის სადღაც 1/13-ში დავაყენოთ, ანუ სანამ ბოლომდე გათავდება, რომ გვანახოს. მაგის გარდა კიტს მოყვება კიდე თვითონ მეთანოლის ანუ შლანგია ესეთ სპეციალური, საკმაოდ მყარი და მაღალ ტემპერატურიანი, რომელსაც გადააქვს მეთანოლი სადაც გინდათ იქ. ეს ტრაინიკი ჯერჯერობით არ ვიცი რისთვის გვინდა, მაგრამ ალბათ საჭიროა რაღაცისთვის. კიდე გვაქვს ჩვენ აი ესეთი მწვანე ნატურა, რომელიც ერთდება აი ამაზე. ეს არის ესეთი რაღაც რა, რომ როგორც კი ბუსტ დაინახავს აი ეს პატარა რავი, სენსორი, რაც ქვია მოკლედ, ეგრევე იწყებს გაფრქვევას და როგორც კი დაიწყებს გაფრქვევას, მაგასთან ერთად ჯობია დააერთოთ აი ეს მწვანე ნატურა, რომ თქვენ იცოდეთ, როდის ხდება მეთანოლის გაფრქვევა. რა თქმა უნდა, დამცველი მოყვება მაგას 20 ამპერიანი, რო არ დაიწვა სისტემა, თუ რამე მოკლე ჩართვა მოხდა. გასააქტიურებელი რელე, ანუ ეს რელე გამოიყენება იმისთვის, რომ მართვა მოახდინოთ აი ამ ნასოსის მარტივად, ანუ სიგნალი მივაწოდოთ ამ რელეს, რომ ჩართოს. და აი ესეთი წვრილმანი რაღაცები რაც არის გადასაჭერები, ეს არ ვიცი სად გამოიყენება, მაგრამ ნახავთ და ყველაზე ერთ-ერთი მთავარი კიდე რაც მნიშვნელოვანია და უნდა მიაქციოთ ყურადღება, ეს არის ინჟექტორები. აი ესეთი 2 ინჟექტორია და ჩვენ გვაქვს 2 ნომერი რა, ამას აწერია ყველას ნომრები, ერთი წამი მოდი შევეცდები რომ გაჩვენო. შენს დაგაინტერესა ხო? ერთი წუთი. აი ესეთი თავის ფილტრი აქვს. ფილტრი როგორც მითხრეს იცვლება და აი ეს მაგალითად არის ახლა ნომერია. ეს არის 6 ნომერი და ამ ყველა ნომერს აქვს თავისი ლიტრაჟობა და ეს ანუ Snow Performance აქვს თავისი ცხრილი, სადაც წერია რომ მაგალითად თქვენ თუ ხართ
forced induction, ანუ თუ რაღაცით უბერავთ ჰაერს, ანუ ჩვეულებრივი ატმოსფერული ძრავი არ არის. ნომრების მიხედვით წერია, რა ცხენზე რა ნომერი უნდა დააყენოთ, რომ ლიტრაჟობა დაემთხვეს და ყველაფერმა იმუშაოს იდეალურად. ხო, კიდე ერთი ვარიანტი რაც იყო, მოკლედ ეს ეს რაც განახეთ რა, ესენი, ანუ nozzle-ს ეძახიან ამას. ეს ჩდება nozzle holder-ში, ანუ ეს არის holder-ი, რაშიც მაგრდება, საიდან მაგრდება, აი, აწერია პრინციპში. აქედან მაგრდება და ეს არ ვიცი ჯერჯერობით რა არის, მაგრამ რაღაცა, ალბათ საჭიროა რა. მოკლედ ამებს თანდათანობით გავარკვევ და ზუსტად მივხვდები რა როგორ ყენდება. მოკლედ მთლიანობაში ეგ არის მეთანოლის კიტი, ეს არის stage 1 კიტი და თავარი stage-ები, ანუ რო გადავხედე ხა აი snow performance-ის ამ მეთანოლის კიტებში რა განსხვავებაა? განსხვავება არის მხოლოდ ეს, ანუ როგორ იმართება მეთანოლის სისტემა და სავარაუდოდ stage 2-ს და stage 3-ს nozzle, ანუ ინჟექტორები მოყვება უფრო დიდი ვიდრე ამ კიტს. ინჟექტორებზე კიდე წავიკითხე, რომ დაუშვათ თუ არ გინდათ, ანუ მაშინვე ან არ გაქვთ საშუალება იმ მომენტში, იმ დროში იყიდოთ უფრო დიდი ინჟექტორი, შეგიძლია ორმაგი ინჟექტორი, ანუ ორივე დააყენო ერთად რა და შეიძლება მაგისთვის გამოიყენება ეს. არ ვიცი, მოკლედ ვნახოთ, ისე ზომა კი ეგ არის, ხო? რავი, მოკლედ შევხედოთ. ეხლა შევეცდები მე რომ აი ამისგან, ამ ესეთი ჟესტისგან ავაწყო სადგამი, უკვე მოფიქრებული მაქვს მე რომ სადაც განახე აი მანქანაზე სადგამი იყოს ასე თუ არ უნდა ჩაწყობილი, ანუ ზემოთ ყენდებოდეს, აუცილებლად უნდა იყოს რეზერვუარი ზემოთ და მის გასწვრივ ან დაბლა უნდა იყოს ნასოსი, რომ თვით დინებით ჩავიდეს მეთანოლი სისტემაში, ანუ ნასოსში. და ასე ვთქვათ, ხალასტოიზე არ იმუშაოს. კიდე აქ გვაქვს ჩვენ ესეთი მანიშნებელი ისრები, ეს არის აი აქ ახატია ნახე, თუ ჩანს. flows ნიშანი, ანუ საიდან სად მიდის მეთანოლი და მე ვფიქრობ, რომ აი ამ დაფაზეს ახლობით აი ესეთი ტიპი იქნება. ამას თლიანად ცალკე ამოვჭრი და აი ამ შეკრულ სისტემას უკვე წავიღებთ ჩვენ და დავაყენებთ. ფიქრობ, დავაყენო აი აქ. აი ესე იქნება ამოკრული მთლიანად. გვერდზეს დაემაგრება, დაბლად დამაგრდება და მილზე დამაგრდება და იქნება მთლიანობაში მყარი. კარგი, მოდი, ნელ-ნელა შევუდგები საქმეს, გავაკეთებ რაღაცეებს და მითად ვნახოთ რა გამოვა. დღეს თუ მოვასწარი რაღაც ეტაპამდე დამაგრება, მაგას განახებთ და მერე ერთად შევაფასოთ. ყველა საინტერესო კი, რადგან ზაფხულია ეხა და მეთანოლი ეხა არის იდეალური ვარიანტი ძრავისთვის. ძალიან მაინტერესებს ტემპერატურებს როგორ დააგდებს, იმიტომ რომ ძალიან ცხელად ჩემ მანქანას მიუხედავთ იმისა, რომ ამ სოილის დამატებით საშუალებას ვხმარობთ, ანუ წყლის გაგრილებას და ზეთიც ამ სოილი გვისხია და უფრო ნაკლებად ხურდება, თუმცა 1 და 3 ბარზე დავდივართ და შანსი არ არის ხა, ანუ ხურდება ძრავი რა უნდა ქნა. და როგორც კი ადის ხოლმე ზეთი 100 გრადუსზე, ვიწყებ მერე ასე ვთქვათ, ძრავის შესვენებას, იმიტომ რომ რო გააჩერებ მანქანას, ჯერ კიდე სისტემა ძრავი გახურებულია და ცოტა ზემოთ კიდე ადის ხოლმე და მერე გრილდება მთლიანობაში. კაი, მოკლედ გვეყოფა ამდენი საუბარი, მოდი მივხედოთ საქმეს. აი ნახე, როგორ იქნება. ოღონდ ვფიქრობ, რომ აი ეს შუშა რაც არის პოლიკარბონატი, ცოტათი ამოუჭრა. რავი, მე მომწონს ძალიან, მე სიმპათიურება ეს სისტემა, თან ძალიან მომწონს ის, რომ motion drift car-ებზე მინახავს რა ეს ბევრი სისტემები რო აქვს უკან, თან ზუსტად აი ამ ადგილას, სადაც ყველაზე დაცული ადგილია, სადაც ბაკია რეალურად ქარხნულად, აი ყველაზე დაცული ადგილია ეს და მე მგონი კარგი უნდა გამოვიდეს. მოკლედ, კრონშტეინი ესეთი გამოვიდა, ზომები ყველაფერი დაცულია. ეს გაშლას ახლა შევღებე და ახლა გადავდივარ შლანგის გაყვანაზე, მილის გაყვანაზე, რომელიც ქვემოდან გავიყვანო, იმიტომ რომ სალონში რა იცი რა ხდება და იქნებ გადაიჭრას და არავითარი სურვილი არ მაქვს, რომ მეთანოლში ვიყო აზელილი, შემთხვევით მაინც და გავიყვან ბენზინის შლანგებთან ერთად. ოღონდ თვითონ შლანგის ხარისხი, შორის მითხრეს კიდევაც დღეს ზუსტად.
რომ ანუ ზოგს აქ საქართველოში ის გაწყვეტია კი არა გაიხარ რაღაც დაიმართა და გაასხარა მან და ანუ კი ხელით ნორმალური ხარისხი ჩანს, მაგრამ აი ბასრ დეტალებზე ძალიან მარტივად გაიხევა და გაიგლიჯება დარწმუნებული ვარ, სადაც ვიბრაციებია, ან კენჭები ხდება, ან რაღაც, ანუ მალე გაცვდება რა და არ იქნება ისეთ საიმედო. ამიტომ ჯერჯერობით ამით გავიყვანთ და შევუკვეთავ ამ ზომის არმირებულ შლანგებს და არმირებული შლანგით გავიყვან ბოლომდე, რომელიც ბევრად საიმედოა, სხვათა შორის არმირებულ შლანგებს ხმარობ ჩინურებს და ძალიან კარგად მუშაობს, პრობლემა არ სამქონია. კონკრეტულად Z სისტემაზე ხმარობ ხოლმე ჩინურ არმირებულ შლანგებს. გავედით ბოლოში, მექანიკურად გავედით ბოლოში, გულისხმობ იმას, რომ ნახე რა, კარგად გამოიყურება. სექსუალურია, ძალიან სექსუალურია და ამასთან ერთად გავითვალისწინე რა, იცი? მე ხომ მარჯვნივ ვზივარ. მარცხენა მხარეს მაქვს შედარებით ნაკლები წონა, განსაკუთრებით უკანა მხარეს. და მთლიანად სისტემა მოვათავს მარცხენა მხარეს, იმის გამო რომ მარცხენა საბურავს უფრო დააწვეს წონა და ესაც თავის შედეგს გამოიღებს, დარწმუნებული ვარ და რაღაც წვლილს შეიტანს ბალანსში. რაც შეეხება სისტემას, რავი, ყველაფერი მე მგონი გაჩვენეთ, ნასოსი შვენივრად დგას დაბლა და ესეც უნდა იყოს, ანუ ავზი უნდა იყოს უფრო მაღლა ვიდრე ნასოსი, რომ თვით დენით ჩავიდეს. ეხლა რაც გავაკეთე ინსტრუქციაში როგორც წერია, არის ის რომ წყალი ჩაავსეთ უბრალოდ და ნახეთ სადმე ხომ არ უშვებსო. და შიდა შლანგი, აი მთლიანად მანქანას რაც გაუყვება, სპეციალურად გავაკეთე ისე და თქვენც გირჩევთ გააკეთოთ ისე რომ სალონში არ გაიყვანოთ, იმიტომ რომ შეიძლება რაღაც მოხდეს და შემთხვევით გაიხეს და არ გაიწუწოთ თქვენ და არ აალდეს. მეორე თემა არის ის რომ ქვემოდან რომ გაყავთ, შეეცადეთ რომ კუზოვსა და ბალკის შუაში გაუშვათ იმის გამო რომ თუ ბალკა ან გიტარა, ყუმბარა, ნებისმიერი რაღაცა მოსახსნელი გაგიხდათ, არ მოგიწიოთ მეთანური სისტემის დაშლა და ხელახლა აწყობა. ანუ ესეთი რაღაცები ყოველთვის უნდა გაითვალისწინოთ, მით უმეტეს, როდესაც შეჯიბრზე გამოდიხართ, იმიტომ რომ შეჯიბრზე გაქვთ სულ რამდენიმე წუთი იმისთვის რომ ხო ვიცი ხა რამდენიმე წუთში ბალკის მოხსნა რთულია, მაგრამ მაინც ხო შეიძლება ცადოა რა. ამიტომ მთლიანად ბენზინის მილებს მიუყვება ეს სისტემა. ერთი რჩევა კიდე ჩემგან, აი ეს ნაწილი რო ვაძვრენდი ჭუჭით გაივსო და ჯობია უკანა სისტემიდან ჯერ პირით დაბეროთ, რომ თუ რამე ჩაყრილია გამოიტანოს და თავი მოვაჭრათ ამას, იმიტომ რომ ჭუჭყიანი იყო თავიც რა, ანუ 1 სანტიმეტრის არ გამოვიდა, რაც მოვაჭერი. კიდე ერთი რჩევა, ну ინსტრუქციაში არ ეწერა, მაგრამ რა თქმა უნდა მაგას ინსტრუქციები ინჟექტორებს, აი ეს არის ინჟექტორი. აქვს თავის ფილტრი და სანამ ინჟექტორს დააერთებთ, აუცილებლად სისტემა ჩართეთ, რომ აი ეს წყალი რაც გაავსეთ, აქედან გამოიტანოს და თუ შემთხვევით რამე მილში დარჩენილი იყო ჭუჭყიან რაღაცა მაგდაგვარი, გამოიტანოს და დაიცალოს და ჭუჭყი გამოიტანოს გარეთ და არ მოხდეს შემთხვევით ინჟექტორში და ინჟექტორმა არ შეგიცვალოთ მერე, ანუ რასაც ელოდებით რომ ჩაასხავს, შესაბამისად ნაკლები ჩაასხავს. ამიტომ ჯერჯერობით არ ჩამირთავს სპეციალურად ეხა ელექტრობა დარჩენილია მოკლედ. მაგრამ შემიძლია ნასოსი ჩავთო, ანუ აი ეს არის მინუსი, ერთი წუთი რომელია მინუსი, აი აქ არის მინუსი, რომელიც დავაერთე პირდაპირ კუზავზე, მეორე პლუსი კი უბრალოდ შნურით მაქვს გამოყვანილი და ჯერჯერობით პლუსზე არ დამიერთებია, მაგრამ ეხა დავაერთებ და ვნახოთ ჩვენი სისტემა როგორ მუშაობს. ხშირად ესეთ რაღაცას ვტესტავ ხოლმე ამ დიდ მუღამში და გახარებული ზოგჯერ არ გამოდის ხოლმე რაღაცები, მაგრამ ვინაიდან რადგანაც აქ custom ვარიანტები, ან კუსტარული ვარიანტები არ არის, მე მგონი ყველაფერი იმუშავებს. რო ვნახოთ ასხავს თუ არა ჩვენი სისტემა, მოდი დროებით უბრალოდ ესე მოვათავსოთ საწვიმარი თუ დორნიკის მხარეს. აი, გაინძრა. ერთაჩევა. რა მიხარია. მაგრამ კარგად ასხავს. ინჟექტორის დავაყენოთ. და ვნახოთ როგორ
გაასხავს თლიანობაში. რაცა ინჟექტორს უცბად დავაყენებ. აი ეს. და ვნახოთ როგორ გაასხავს. ერთი წუთი ჩვენ რო არ შევისხათ სახეში. აი ესე გავაკეთოთ. აი დაბლა გავუშვათ. და ვნახოთ ინჟექტორის პატერნი, ანუ რა ფორმით ასხავს ინჟექტორი და რა ფორმით გაასხავს სისტემაში. ვახ. ამას არ ველოდი. ხوار გადაო. ძალიან კარგად შლის რა. კამერაში არ ვიცი როგორ ჩანს, მაგრამ ნახე ძალიან კარგად შლის და რასაც ვაკვირდები ერთხელ სისტემას რო გაავსებს რა, აი წარმოიდგინე გას დაადგი და ეგრევე წამოიღო რა, ანუ სისტემას ერთხელ რო გაავსებს, მერე всё, ყველაფერი რიგზია. მოკლედ, ბევრი მექანიკური ცვლილებების შემდეგ დადგა ისევ მეთანოლის დრო, რომ გავტესტოთ. მოკლედ, კაი გემრიელი ჭაჭა ჩავასხეთ, მაგრამ ძრავს არ მოეწონა, იმიტომ რომ რაღაც ვერ დაჯდა რა, სავარაუდოდ გრადუსია ან პირიქით მეტი, ან ნაკლები. გემოთი ვერ ვსხოვებ, არ ვარ ძალიან სმელი. ხო და ეხლა საბოლოო ჯამში ტვინი რო გამებრულა, შევედი აფთიაქში, ვიყიდე ეთილის სპირტი, მოდი განახო. ეთანოლი, რომელიც არის 95%-იანი და ამას დაჭირდება ნახევარი წყალი, ანუ გამოვა, მიახლოებით 50-50 გამოვა საბოლოო ჯამში. ამას ჩავაშუმშულებთ ჩვენ მანქანაში და უკვე გვეცოდინება, რომ მეთანოლის შეინარევი წყალთან მიმართებაში არის 50-50-ზე და ნახოთ, ანუ გულისხმობ, რომ როდესაც 50-50-ია, არ ჭირდება მაგ შემთხვევაში ნასტროიკა მანქანას რა. ანუ იგივე სმესი ჯდება, იგივე ყველაფერი და უბრალოდ ბევრად გაგრილებული უნდა იყოს, ვიდრე აქამდე იყო. მოკლედ რავი, ნახოთ ახლა შევხედოთ. რაც მეთანოლის კიტი დავაყენეთ, მაგის მერე ბევრი ვიარეთ, უკვე რამდენიმე დღე გავიდა, გავტესტე ყველანაირად. გადახურებაზე, გადაუხურებელზე, ვათხოვთ ხოლმე ახლა რა თქმა უნდა ძრავს ისე არ დავდივართ, მაგრამ საბოლოო ჯამში აი რო გითხრათ, აი მაგალითად ვინც აყენებთ გასაგრილებლად, ანუ შედეგს იძლევა, მაგრამ არ იძლევა რადიკალურ შედეგს, რომ აი მაგალითად აი ხა რა სიცხეც არის, წარმოიდგინე რომ აი გახვიდე და დავუშვათ პადოგზე დრიფტით თუ აბავდი 3 წრეს, მაშინ ხურდებოდა ძრავი. ეხლა გადააბავ 5 ან 6, ანუ ისეთი რადიკალურ ცვლილებას არ იძლევა, რომ მაგალითად 3 წრის ნაცვლად გადააბათ 10 ან 12, არ არის ეგრე რა. ინჟექტორიც რაც გვიყენია, ესაც შესაბამისობაშია რა, დაახლოებით ეს ინჟექტორი, ანუ აი ამაზეა საუბარი, აი რაც აყენია, ნოზლს ეძახიან. არის დაახლოებით 400-459-მდე, რაზეც ვარაუდობთ, რომ ჩვენი ძრავია. ანუ პატარა ინჟექტორი არ აყენია იდეაში. ხო და, რავი, მოკლედ ჯერჯერობით ეს არის თუ რაღაც ახალი თემები გავიგე მეთანოლის შესახებ. კიდე რა უნდა მეთქვა. არაყი და ჭაჭა და ეგეთი რაღაცები არ ჩაასხათ რა, იმიტომ რომ სხვადასხვა შენარევები აქვს, სხვადასხვა ბლა 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 და ანუ წვა არ აქვს ისეთი იდეალური, როგორც უნდა იყოს. და დარწმუნებულიც არ იქნებით იმაში, რომ მაგალითად დღეს რო იყიდი ერთ არაღს, ჩაასხავ და კარგად იმუშავებს, ხვალ შეიძლება აღარ იყოს ის. არაყი იგივე, ანუ გრადუსი ჰქონდეს სხვა ან რაღაცა ასე შემდეგ და
ანუ თუ საუბარია იმაზე, რომ ძრავი, ასე ვთქვათ, ბრყალებში ძვირი გიზით და კარგი ნაწილებით გაქვთ აწყობილი, ჯობია რა იყიდოთ მეთანოლი და ჩაასხათ ის. მეთანოლი ჯერჯერობით ამ ეტაპზე მე რაც ვნახე, არის ერთ-ერთ აფთიაქში 11 ლარად ლიტრი, როგორც მითხეს 95%-იანია და ეგაც შეგიძლია 50-50-ზე გააზავო. და თუ რამე უფრო იაფიანი ვარიანტი გავაძრეთ, მაგასაც დავწერ და ვიტყვი ერთ-ერთ ბლოგში. ასე რომ ძალიან დიდი მადლობა ვინც უყურეთ და შევხვდებით შემდეგ ბლოგში.